კომენტარი არის ის რომ პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენ ხარდაჭერისთვის, გაშუქებისთვის ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ კამერებით, ნაწერებით, ფოტოებით, ვიდეოებით, სოციალური ქსელებით, ყველაფრით. თითო სიტყვისთვის, თითო ნაბიჯისთვის, რომელსაც ხარი დამიჭირა, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. ეს არის ჩემი პირველი კომენტარი. სხვა სინდისის პატიმრებს ვეთქვი იმას, რომ ბოლომდე იბრძოლონ იქ, სადაც იბრძვიან, იმედით იყვნენ, იმიტომ რომ როგორც მეც რო იქ ვიყავი, არავინ არ გაჩერებულა, რა თქმა უნდა, არც მე არ გავჩერდები და ძალიან მალე შეუძლებელია რომ ეს ქვეყანა გარუსეთდეს და რუსების ხელში დარჩეს რა. მოსამართლესაც, როცა მანტიას იცვავდა სხვა ადამიანების ბედს წყვეტ, ამხელა ნდობა რო გაქვს სახელმწიფოსგან 4 მილიონი ადამიანი რო განდობს თავის ბედს, შემქმნის ყველაზე მართალ ადამიანად, ობიექტურად რო განსაჯო და სამართალი დააყენო და იმას აკეთებ, რასაც ვხედავ ჩვენ სასამართლოში. იქ რაღაცა სპეკულირება, ერთმა მოსამართლემ კარგად მოიქცა, მეორემ ცუდად და მესამე საშუალოდ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავებისვე შეურაცხყოფა არის ჩვენთვისვე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა იქ სასამართლო და მოსამართლეებმაც უნდა მიხვდნენ, რომ აი ამდენი ხალხი რო ვდგავართ ქუჩაში და მათ შორის მათ პროფესიასაც რო ვიცავთ, უნდა მიხვდნენ ვის მხარეზე უნდა იყვნენ. სამართლის და სიმართლის მხარეს უნდა იყვნენ. სამართალი და სიმართლე დღეს არის ჩვენ მხარეს. ხალხის მხარეს ჩვენ ვართ სამართლის და სიმართლის მხარეს და მოსამართლეებსაც ყველას მოუწოდებ, ვისაც ღირსება შერჩენია, რომ და ცოტა მეტად დაფიქრდეს მომავალი ამ ქვეყანაში უნდა გაატარონ. სასამართლომ აი პირდაპირ ვიტყვი, ნამდვილად გაიზიარა დაცვის ხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურატურის მიერ გონირულების მიღმა სტანდარტთან შესაბამისობაში არ მყოფი მტკიცებულებები ბუნებრივია ვერ გაიზიარა. ჩვენ არაერთი მტკიცებულება მოვიპოვეთ, არაერთი ფაქტი, არგუმენტი დაუდეთ ფაქტობრივად ხელის გულზე მოსამართლეს, მათ შორის გიორგი ახობაძემას თავისი საბოლოო სიტყვით პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ამხილა საგამოძიებო ორგანო. ანუ ჩვენ ფაქტობრივად დავადასტურეთ ის, რომ გიორგი ახობაძის ნარკოტიკული საშუალება არ ქონია და რასაც ვამბობდი თვეების განმავლობაში დადასტურდა კიდევ ერთხელ ის, რომ გიორგის ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. შესაბამისად, აი ამ პირობებშიც კი, როცა მოლოდინი არ ქონდა გამამართლებელი განაჩენის, ვფიქრობ, რომ სასამართლო ვერ გაექცა იმ არგუმენტებს, რაც წარგენილი იქნა ჩვენი მხრიდან და ბუნებრივია მიიღო ერთადერთი სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. ნამდვილად შემიძლია იმის თქვა, რომ მოსამართლემ განიხილა ობიექტურად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად ამ პირობებში იყო უალტერნატივო გამამართლებელი განაჩენი და დღეს რამდენიმე წუთს უკან კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ვამბობდი თვეების მანძილზე. გიორგი არის მართალი, გიორგი არის უდანაშაულო და სრულად გამართლა წარგენი ბრალდებაში.